ღვაწლმოსილი დასტაქარი, წინდახედული პოლიტიკოსი, ჭეშმარიტი ერისკაცი. ეს შეფასებები მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის პროფესორ ნაპოლეონ მესხიას მისამართით გაჟღერდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, სადაც მისი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. კონცეპტუალური ინოვაციური მიდგომა და მეთოდები ნეიროქირურგიაში. ასე ქვია ახალ წიგნს, რომელშიც ავტორის მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული რჩეული სტატიებია შესული. მეგობრებმა მივიზღეს, როგორც თქვი, ამ ცოდნას და ამას საწაიღებო საიქიოში ვერ გამოგადგება აქ დაწევო და ამან დავაფიქრე, ჩამაფიქრე. ოდა ისევე დავიწყე გამოქვეყნება სტატიების ევროპაში, გერმანიაში, პოლონეთში. აქ არ არის ფილოსოფიები, კონკრეტული საკითხი, კონკრეტული პასუხებია. ახალი მიდგომა, გამოგონებებია. ჩემი ასაკის კაც უნდა უხაროდეს ის რაც დღეს მოვისმინე. რაც ითქვა ეს ყველაფერი შესანიშნავია. პროფესორი ნაპოლეონ მესხია არის დასავლეთ საქართველოს ნეიროქირურგიული ცენტრის დამფუძნებელი. სწორედ მისი ინიციატივით შეიქმნა აფხაზეთის ჯანდაცვის რესპუბლიკური ნეიროქირურგიული ცენტრი სოხუმში, საქართველოში პირველი კომპიუტერული ტომოგრაფით. არის ნეიროქირურგიული ჩარევებისა და მკურნალობის არაერთი კონცეპტუალურ ინოვაციური მიდგომისა და მეთოდის ავტორი. ნაპოლეონ მესხია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრია. ნაპოლეონ მესხია გახლავს ძალიან ხერხემლი პიროვნება. ეს არის საკმაო ხნის მანძილზე ნეიროქირურგიაში წამყვანი პიროვნება, დარგის ხელმძღვანელი. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ერთ-ერთი უდამსახურებულესი კაცია იგი. ღრმად არის შეხედული აფხაზეთის პრობლემებში და უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული აფხაზეთის საკითხის მოგვარებაში. მისი სახელი არ მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში აღიარებული. აი მისი ინოვაციები, მიდგომები, მეთოდები ნეიროქირურგიაში არის შთამბეჭდავი სტატისტიკა უბრალოდ, რომელიც ყველაფერზე მეტყველებს. ბატონი ნაპოს მეთოდით გაკეთებული ოპერაცია, პოსტოპერაციული სიკვდილიანობა ცირდება 20-25%. ახლა წარმოიდგინეთ თქვენ რამდენი სიცოცხლე შენარჩუნდა აი ბატონი ნაპოს მეთოდის გამოყენებით. პრეზენტაცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაციის ინიციატივით გაიმართა.